1999 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა უკვე გარდაუვალი ხდებოდა, თბილისის ერთ-ერთ საიდუმლო არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ეს იყო ხელნაწერი ანგარიში სახალხო ფრონტის შიდა სტრუქტურის შესახებ, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა ლიდერის როლი, მათი კავშირები და რაც ყველაზე საინტერესოა, საიდუმლო შეხვედრების ოქმები, რომლებზეც გადაწყდა საქართველოს მომავალი. დოკუმენტს არ ჰქონდა ხელმოწერა, მაგრამ ქაღალდის ხარისხი და წითელი ბეჭედი მიუთითებდა უმაღლეს დონეზე. ვინ შეადგინა ეს ანგარიში? რატომ დაიმალა იგი ისე ფრთხილად? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ გაქრა ამ დოკუმენტის ბოლო 3 გვერდი ზუსტად იმ დღეს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა? ამ დოკუმენტში იყო ერთი სახელი, რომელიც განმეორდა ყველა გვერდზე, ნოდარ ნათაძე. პროფესორი, რომელიც არასოდეს არ ატარებდა იარაღს, მაგრამ რომლის სიტყვებმა შეცვალა ერთი ქვეყნის ბედი. ვინ იყო ეს ადამიანი, რომელსაც ეშინოდა თვითუშიშროების სამსახური? რა იცოდა მან, რაც ჩვენ არ ვიცით? დღეს, პირველად 25 წლის შემდეგ, ჩვენ გავხსნით არქივებს და მოვისმენთ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც 10 წლეულების განმავლობაში შეინარჩუნეს დუმილი. 1929 წელს, როდესაც ნოდარ ნათაძე დაიბადა, საქართველო იყო საბჭოთა იმპერიის ნაწილი, სადაც ეროვნული იდენტობა ითვლებოდა საშიშ დანაშაულად. მაგრამ ამ ბავშვის ოჯახში, ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში, ინახებოდა რაღაც, რაც არც ერთმა რეპრესიამ ვერ შეძლო განადგურება, ქართული ენის სიყვარული და ლიტერატურის ღრმა პატივისცემა. წარმოიდგინეთ სახლი, სადაც ყოველ საღამოს კითხულობენ შოთა რუსთაველს, სადაც ბავშვები იზრდებიან არა საბჭოთა მარშების, არამედ ძველი ქართული ლექსების ხმაზე. ასეთ გარემოში გაიზარდა ბიჭი, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. მაგრამ რა ფასი გადაიხადა ამ ოჯახმა თავისი რწმენისთვის? რამდენი ღამე გაატარეს მშობლებმა შიშში, რომ უშიშროების სამსახური მოვიდოდა და წაიყვანდა მათ შვილს? და რატომ, ყველა საფრთხის მიუხედავად, არ შეწყვიტეს მათ ქართული კულტურის გადაცემა ახალგაზრდა თაობისთვის? ბავშვობიდან მოყოლებული, ნოდარი იყო განსხვავებული. მისი თანატოლები თამაშობდნენ ქუჩაში, ხოლო ის საათობით იჯდა წიგნებში ჩაფლული. მასწავლებლები ამჩნევდნენ მის უჩვეულო უნარს, ის არა მხოლოდ კითხულობდა ტექსტს, არამედ ხედავდა მის ღრმა მნიშვნელობას, იმ დამალულ ფენებს, რომლებიც სხვებს ეფარებოდათ. როდესაც სხვა მოსწავლეები იმახსოვრებდნენ სტალინის ციტატებს, ნოდარი ანალიზს უკეთებდა ძველ ქართულ ხელნაწერებს, რომლებსაც მისი ბაბუა ინახავდა სარდაფში, ქაღალდის ყუთებში, ძველი ტილოებით შეფუთულს. ეს იყო საშიში საქმიანობა, ერთი დონოსი და მთელი ოჯახი შეიძლებოდა გაქრეს სიბერეში. მაგრამ ბიჭს არ აშინებდა. უფრო მეტიც, როგორც მოგვიანებით იხსენებდნენ მისი ახლობლები, მას ჰქონდა უცნაური დარწმუნება, რომ ამ ხელნაწერებში იყო დამალული რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ ძველი ტექსტები. რა იყო ეს? რა ეძებდა ის იმ გაყვითლებულ გვერდებში? და რატომ, როდესაც მას ჰკითხეს ამის შესახებ წლების შემდეგ, მხოლოდ იღიმებოდა და ამბობდა, ვეძებდი გასაღებს? უნივერსიტეტის წლები იყო გარდაქმნის პერიოდი. ნოდარი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც სწრაფად გამოირჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი სტუდენტი. მაგრამ ის არ იყო ჩვეულებრივი აკადემიური ვარსკვლავი. მისი ლექციების კონსპექტები ავსებული იყო არა მხოლოდ ლიტერატურული ანალიზით, არამედ ფილოსოფიური ჩანაწერებით, პოლიტიკური დაკვირვებებით და რაც ყველაზე საშიში იყო იმ დროს, ეროვნული იდენტობის საკითხებზე მსჯელობით. მისი პროფესორები ხედავდნენ მის პოტენციალს, მაგრამ ასევე ხედავდნენ საფრთხეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ძველმა პროფესორმა, რომელიც თავად გადარჩა სტალინის რეპრესიებს, ერთხელ მიიყვანა ნოდარი გვერდით და უთხრა, შენ ძალიან ბევრს ფიქრობ და ძალიან ხმამაღლა საუბრობ. ეს შეიძლება დაგიჯდეს. მაგრამ ახალგაზრდა ნოდარი არ შეჩერებულა. პირიქით, მან დაიწყო საიდუმლოწრის ორგანიზება, მცირე ჯგუფი სტუდენტებისა, რომლებიც იკრიბებოდნენ ღამით ერთმანეთის სახლებში და ისაუბრებდნენ იმაზე, რაზეც საჯაროდ საუბარი აკრძალული იყო. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რა განიხილავდნენ ისინი იმ საიდუმლო შეხვედრებზე? და რატომ, როდესაც 10 წლეულების შემდეგ ჰკითხეს მათ ამის შესახებ, ყველა მათგანი იმეორებდა ერთსა და იმავეს, ნოდარი იყო ის, ვინც გვასწავლა ფიქრი? 1950-იან წლებში, როდესაც სტალინის ტერორი მიაღწია თავის მწვერვალს, ნოდარის ოჯახი განიცადა პირველი დარტყმა. მისი ბიძა, ცნობილი მწერალი, დააპატიმრეს ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით. ეს იყო ტიპიური ბრალდება იმ დროს, ბუნდოვანი, დაუსაბუთებელი, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი გაქრეს 10 წლით. ოჯახმა ვერასოდეს გაიგო, რა იყო ნამდვილი მიზეზი.
ზოგიერთი ამბობდა, რომ მან დაწერა ლექსი, რომელშიც იყო ფარული კრიტიკა რეჟიმის მიმართ. სხვები ამტკიცებდნენ, რომ უბრალოდ ვიღაცამ დაწერა დონოსი, რადგან სურდა მისი ბინის დაკავება. მაგრამ ნოდარისთვის ეს იყო გაკვეთილი, რომელიც არასოდეს დაავიწყდა. მან დაინახა, როგორ შეიძლება სისტემამ გაანადგუროს ადამიანი არა იმიტომ, რომ რაიმე ცუდი გააკეთა, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობდა. ამ მომენტიდან, როგორც მოგვიანებით იხსენებდნენ მისი ახლობლები, რაღაც შეიცვალა მასში. ის გახდა უფრო ფრთხილი, მაგრამ არა უფრო მორჩილი. პირიქით, მან გადაწყვიტა, რომ თუ სისტემა ებრძოდა აზროვნებას, მაშინ მისი მოვალეობა იყო ასწავლოს ადამიანებს ფიქრი. რა ნიშნავდა ეს? როგორ შეეძლო ახალგაზრდა სტუდენტს ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ? და რატომ, ყველა რისკის მიუხედავად, არ გაქცეულა ის, როგორც ბევრმა სხვამ უცხოეთში? პასუხი მოვიდა წლების შემდეგ, როდესაც ნოდარი უკვე იყო აღიარებული მეცნიერი და პროფესორი. მან არჩია არა ემიგრაცია, არამედ შიდა წინააღმდეგობა. ის გახდა ლიტერატურათმცოდნე, მაგრამ არა ჩვეულებრივი. მისი ნაშრომები ქართული ლიტერატურის შესახებ იყო სავსე ისეთი ანალიზით, რომელიც ასწავლიდა ადამიანებს კითხვას ტექსტის მიღმა, ხედვას დამალული მნიშვნელობების. ის იყო კოდირებული მესიჯი, თუ შეგიძლია წაიკითხო რუსთაველის ფარული მნიშვნელობები, შეგიძლია წაიკითხო საბჭოთა პროპაგანდის ტყუილებიც. მისი სტუდენტები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ სახალხო ფრონტის აქტივისტები, იხსენებდნენ, როგორ ასწავლიდა მათ პროფესორი ნათაძე არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კრიტიკულ აზროვნებას. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, როდესაც ნოდარი საუბრობდა შოთა რუსთაველზე, ის ნამდვილად საუბრობდა თავისუფლებაზე. როდესაც ის ანალიზს უკეთებდა ძველ ტექსტებს, ის ნამდვილად გვასწავლიდა, როგორ ვიბრძოლოთ ტირანიის წინააღმდეგ. ეს იყო საშიში თამაში. უშიშროების სამსახური აკვირდებოდა. მაგრამ ნოდარი იყო ძალიან ჭკვიანი, მისი ლექციები ყოველთვის იყო აკადემიურად უნაკლო, ფორმალურად არაფერი არ არღვევდა საბჭოთა კანონებს. მაგრამ ვინც ესწრებოდა, იცოდა რა ნამდვილად ნიშნავდა მისი სიტყვები. 1970-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო ეწ. გამოუძების პერიოდი, ნოდარ ნათაძე უკვე იყო ცნობილი ფიგურა აკადემიურ წრეებში. მაგრამ ის არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ აკადემიური კარიერით. მას სურდა უფრო მეტი. მან დაიწყო ჩართვა იმ მოძრაობებში, რომლებიც ცდილობდნენ ქართული კულტურის დაცვას რუსიფიკაციის პროცესისგან. ეს იყო საშიში დრო, ბრეჟნევის ეპოქა, როდესაც ყოველგვარი ეროვნული მოძრაობა განიხილებოდა როგორც ბურჟუაზიული ნაციონალიზმი და სახელმწიფო საწინააღმდეგო საქმიანობა. მაგრამ ნოდარი არ ჩერდებოდა. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმ საიდუმლო შეხვედრებისას, სადაც ინტელიგენცია განიხილავდა, როგორ შეენარჩუნებინათ ქართული ენა და კულტურა. ამ შეხვედრებზე დასწრებოდნენ მწერლები, პოეტები, მეცნიერები, ყველა ისინი, ვინც გრძნობდა, რომ საქართველო კარგავდა თავის სულს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, როგორც იხსენებს მონაწილე, ნოდარმა თქვა ფრაზა, რომელიც გახდა თითქმის ლეგენდარული: ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ენა არის ერის მეხსიერება. თუ დაუკარგავთ ენას, დაუკარგავთ ყველაფერს. ეს იყო მარტივი სიტყვები, მაგრამ ისინი ჟღერდა როგორც მანიფესტი. რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი იმ დროს? რა ხდებოდა საქართველოში, რომ ასეთი სიტყვები ითვლებოდა რევოლუციურად? და რატომ, ყველა საფრთხის მიუხედავად, აგრძელებდნენ ეს ადამიანები თავიანთ საიდუმლო შეხვედრებს? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ 1970-იანი და 90-იანი წლები იყო კრიტიკული პერიოდი საქართველოსთვის. მოსკოვი ახორციელებდა აგრესიულ რუსიფიკაციის პოლიტიკას, ქართული ენის სწავლება შემცირდა სკოლებში, რუსული ენა ხდებოდა სავალდებულო ყველა სფეროში, ქართული კულტურული ინსტიტუტები კარგავდნენ დაფინანსებას. ეს იყო ნელი, მაგრამ სისტემატური პროცესი, რომლის მიზანი იყო ქართული იდენტობის განადგურება. ნოდარ ნათაძე და მისი თანამოაზრეები ხედავდნენ ამას და ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ როგორ შეიძლებოდა ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, როდესაც ყოველი პროტესტი ჩახშობოდა ძალით? ნოდარის სტრატეგია იყო გრძელვადიანი, ის ამზადებდა თაობას, რომელიც იქნებოდა მზად, როდესაც მოვიდოდა დრო. მისი სტუდენტები, მისი მკითხველები, ყველა ის, ვინც ესწრებოდა მის ლექციებს ან კითხულობდა მის ნაშრომებს, იღებდნენ არა მხოლოდ განათლებას, არამედ იდეოლოგიურ მომზადებას. ისინი სწავლობდნენ, როგორ ეფიქრათ და მოუკიდებლად, როგორ ეხედათ კრიტიკულად ოფიციალურ პროპაგანდას, როგორ ეძებათ ჭეშმარიტება ტყუილის ზღვაში. ეს იყო ინტელექტუალური წინააღმდეგობა, რომელიც მომზადებდა მომავალ რევოლუციას. 1995 წელს, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა გამოაცხადა პერესტროიკა და გლასნოსტი, საქართველოში დაიწყო ახალი ეპოქა. პირველად 10 წლეულების
განმავლობაში ადამიანებს შეეძლოთ საჯაროდ ესაუბრათ იმაზე, რაზეც ადრე მხოლოდ ჩურჩულებდნენ. და ნოდარ ნათაძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა ეს შესაძლებლობა. მან დაიწყო საჯარო გამოსვლები, სადაც საუბრობდა ქართული ენის დაცვის აუცილებლობაზე, ეროვნული კულტურის შენარჩუნებაზე, საქართველოს ისტორიული უფლებებზე. მისი სიტყვები იყო ძლიერი და ემოციური, მაგრამ ყოველთვის დასაბუთებული და ინტელექტუალურად მყარი. ის არ იყო დემაგოგი, ის იყო მოაზროვნე, რომელიც საუბრობდა ფაქტებით და არგუმენტებით. და ადამიანები უსმენდნენ. მისი ლექციები და გამოსვლები იწყებდა იზიდავდეს ასობით, შემდეგ ათასობით მსმენელს. ახალგაზრდები, რომლებიც გაიზარდნენ საბჭოთა სისტემაში და არასოდეს არ ესმოდათ ალტერნატიული თვალსაზრისი, აღმოაჩენდნენ ახალ სამყაროს. ისინი იწყებდნენ ფიქრს საკუთარი იდენტობის შესახებ, საკუთარი ისტორიის შესახებ, საკუთარი მომავლის შესახებ. ნოდარ ნათაძე ხდებოდა არა მხოლოდ პროფესორი, არამედ სულიერი ლიდერი მთელი თაობისთვის. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. რეალური გამოცდა ელოდა წინ. 1998 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე იყო აგონიაში, საქართველოში დაიწყო მასობრივი მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის. და ნოდარ ნათაძე გახდა ერთ-ერთი ლიდერი ამ მოძრაობისა. მან ჩაერთო სახალხო ფრონტის ორგანიზებაში, პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც აერთიანებდა ყველა იმ ძალას, რომელიც ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს და ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო საშიში დრო, მოსკოვი კვლავ ფლობდა ძალას და არ აპირებდა რესპუბლიკების გათავისუფლებას. მაგრამ ნოდარი და მისი თანამებრძოლები არ ჩერდებოდნენ. ისინი ორგანიზებდნენ მიტინგებს, აქციებს, საჯარო დისკუსიებს. ნოდარის როლი იყო განსაკუთრებული, ის იყო იდეოლოგი, ის, ვინც აყალიბებდა მოძრაობის ინტელექტუალურ საფუძველს. მისი გამოსვლები იყო არა მხოლოდ ემოციური მიმართვები, არამედ ფილოსოფიური და პოლიტიკური ანალიზი იმისა, თუ რატომ იყო დამოუკიდებლობა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელი საქართველოსთვის. ის საუბრობდა ისტორიაზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე, საერთაშორისო სამართალზე. ის აჩვენებდა, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა უფლება და საფუძველი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. და ადამიანები ენდობოდნენ მას, რადგან ის არ იყო პოლიტიკოსი, რომელიც ეძებდა ძალაუფლებას. ის იყო მეცნიერი, რომელიც ეძებდა ჭეშმარიტებას. 1999 წელს ნოდარ ნათაძე აირჩიეს საქართველოს სრულზენაესი საბჭოს დეპუტატად. ეს იყო ისტორიული მომენტი, პირველად ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ სისტემის წინააღმდეგ, მიიღეს ლეგიტიმური პოლიტიკური ძალაუფლება. ნოდარი გახდა სახალხო ფრონტის თავმჯდომარე, პოზიცია, რომელიც მას აძლევდა უზარმაზარ პასუხისმგებლობას. ახლა ის უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ იდეოლოგი, არამედ პრაქტიკული პოლიტიკოსი, რომელიც უნდა მოლაპარაკებდა, იბრძოლებდა, მიიღებდა რთულ გადაწყვეტილებებს. და ის გაართვა თავი ამ როლს. მისი ხელმძღვანელობით სახალხო ფრონტი გახდა ძალა, რომელმაც შეძლო საბჭოთა სისტემის გამოწვევა და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიყვანა. მაგრამ ეს არ იყო მარტივი გზა. იყო კონფლიქტები, იყო კრიზისები, იყო მომენტები, როდესაც ყველაფერი შეიძლებოდა ჩამოშლილიყო. ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო 1999 წლის აპრილი, როდესაც საბჭოთა ჯარებმა დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ მათი მსხვერპლი არ იყო უშედეგო. ეს მოვლენა გახდა კატალიზატორი, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა დამოუკიდებლობამდე. ნოდარ ნათაძე იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია არ დავიწყებულიყო და რომ მისგან გამომდინარე გაკეთებულიყო სწორი დასკვნები. მან მოითხოვა გამოძიება, მან მოითხოვა პასუხისმგებლობა, მან მოითხოვა, რომ საქართველოს ჰქონოდა უფლება თავად განესაზღვრა თავისი მომავალი. და ბოლოს 1991 წლის მე-9 აპრილს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ნოდარ ნათაძე იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. ეს იყო მომენტი, რომლისთვისაც ის მთელი ცხოვრება ემზადებოდა. მომენტი, როდესაც ყველა იმ წლების ბრძოლამ, ყველა იმ რისკმა, ყველა იმ მსხვერპლმა საბოლოოდ მოიტანა შედეგი. მაგრამ ეს არ იყო ბედნიერი დასასრული. დამოუკიდებლობა იყო მხოლოდ დასაწყისი ახალი, შესაძლოა კიდევ უფრო რთული ბრძოლისა. საქართველო შევიდა პერიოდში, რომელიც იყო სავსე კონფლიქტებით, კრიზისებით, სამოქალაქო ომით. და ნოდარ ნათაძე, როგორც დეპუტატი და პოლიტიკური ლიდერი, უნდა ებრძოლა ამ ყველა გამოწვევას. როგორ გაართვა თავი მან ამ როლს? რა იყო მისი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ? და რატომ, ყველა სირთულის მიუხედავად, არ დანებებულა მან და არ დატოვებია პოლიტიკა?
პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ნოდარ ნათაძისთვის პოლიტიკა არ იყო კარიერა, ის იყო მისია. ის არ ეძებდა ძალაუფლებას ან სიმდიდრეს. ის ეძებდა იმას, რაც მთელი ცხოვრება ეძებდა, გზას, როგორ გადაერჩინა საქართველოს მისი სული, მისი იდენტობა, მისი კულტურა. და ის აგრძელებდა ამ ბრძოლას, მიუხედავად ყველა სირთულისა. 1992-დან 1995 წლამდე ის იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, სადაც აგრძელებდა იბრძოლა იმ იდეალებისთვის, რომლებშიც სწამდა. მაგრამ ეს იყო რთული პერიოდი. ქვეყანა იყო ქაოსში, პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, ეკონომიკა იყო კოლაფსში, ადამიანები იტანჯებოდნენ. ნოდარ ნათაძე ცდილობდა იყოს ხმა გონივრლობისა და სტაბილურობისა, მაგრამ ხშირად მისი ხმა იკარგებოდა პოლიტიკური ბრძოლების ხმაურში. მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის აგრძელებდა საუბარს, წერას, სწავლებას. ის აგრძელებდა იმის გაკეთებას, რაც საუკეთესოდ შეეძლო ფიქრის სწავლებას ადამიანებისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ნოდარ ნათაძის შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი საფრთხე, ყოველი გადაწყვეტილება, რომელმაც შეცვალა ისტორია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ ერთგულება თუ გადაარჩინოთ საკუთარი თავი. 1995 წელს, როდესაც საქართველო შედიოდა ყველაზე ბნელ პერიოდში თავისი ახალი ისტორიისა, ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც განსაზღვრა არა მხოლოდ მათი ბედი, არამედ მთელი ერის მომავალი. რა მაიძულა ისინი მიიღონ ეს გადაწყვეტილება? რა იცოდნენ ისინი, რაც ჩვენ არ ვიცით? და რატომ 30 წლის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთს მათგანს კითხეს ამის შესახებ, მან მხოლოდ თქვა, ნოდარი იყო ერთადერთი, ვინც ხედავდა სრულ სურათს. დღეს, პირველად ეს ადამიანები საუბრობენ კამერების წინაშე. მათი ჩვენებები გახსნის იმას, რაც 10 წლეულების განმავლობაში იყო დამალული, ჭეშმარიტებას იმის შესახებ, თუ როგორ იბრძოდა ერთი ადამიანი არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის, არამედ საკუთარი შიდაწრის წინააღმდეგაც. 1995 წელი იყო გარდამტეხი წერტილი. ნოდარ ნათაძე დატოვა პარლამენტი, მაგრამ არ დატოვა ბრძოლა. ის დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო, აკადემიურ სამყაროში, სადაც მისი სიტყვა ჰქონდა განსაკუთრებული წონა. მაგრამ ახლა ის იყო არა მხოლოდ პროფესორი, არამედ ცოცხალი ლეგენდა, ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი არქიტექტორი თანამედროვე საქართველოსი. მისი ლექციები კვლავ იზიდავდა ასობით სტუდენტს, მაგრამ ახლა ისინი მოდიოდნენ არა მხოლოდ ლიტერატურის შესასწავლად, არამედ იმისთვის, რომ მოესმინათ ადამიანი, რომელმაც იცოდა, როგორ შეიძლებოდა იდეების ძალით შეცვლილიყო რეალობა. მისი ახლობლები იხსენებენ, რომ იმ წლებში ნოდარი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ დამოუკიდებლობა იყო მხოლოდ პირველი ნაბიჯი. რეალური გამოწვევა იყო შექმნილიყო ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანები არა მხოლოდ თავისუფლები იქნებოდნენ, არამედ ასევე განათლებულები, კრიტიკულად მოაზროვნენი, პასუხისმგებელნი. ის ამბობდა, დამოუკიდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, მაგრამ არა გარანტიას. გარანტია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. ეს იყო მარტივი, მაგრამ ღრმა აზრი, რომელიც ასახავდა მის მთელ ფილოსოფიას. მაგრამ რამდენმა ადამიანმა მოისმინა ეს სიტყვები? რამდენმა გაიგო, რას ნიშნავდა ისინი? და რატომ, როდესაც საქართველო კვლავ შევიდა კრიზისში, ნოდარის ხმა კვლავ დაიკარგა პოლიტიკურ ქარიშხალში? პასუხი შესაძლოა მდგომარეობს იმაში, რომ ნოდარ ნათაძე იყო ტიპი ლიდერისა, რომელიც საჭირო იყო არა კრიზისის მომენტში, არამედ მშენებლობის დროს. ის არ იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა ბარიკადებზე, ან იღებდა სწრაფ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს. ის იყო ადამიანი, რომელიც აშენებდა საფუძველს, რომელზეც შემდეგ შეიძლებოდა აშენებულიყო მდგრადი სახელმწიფო. მაგრამ საქართველოში 1995 წლებში არ იყო დრო საფუძვლების შესაქმნელად. იყო დრო გადარჩენისთვის. და ამ გადარჩენის ბრძოლაში ნოდარის ხმა, მისი ინტელექტუალური მიდგომა, მისი გრძელვადიანი ხედვა ხშირად ჩანდა როგორც ძალიან აკადემიური, ძალიან თეორიული, ძალიან შორს რეალობისგან. მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის აგრძელებდა სწავლებას, წერას, საუბარს. ის აგრძელებდა იმის გაკეთებას, რაც მთელი ცხოვრება აკეთებდა, ადამიანების მომზადებას მომავლისთვის, რომელიც შესაძლოა არ მოვიდოდა მის სიცოცხლეში, მაგრამ რომელიც აუცილებლად უნდა მოსულიყო. იმ წლებში, როდესაც საქართველო იბრძოდა სიღარიბესთან, კორუფციასთან, პოლიტიკურ არასტაბილურობასთან, ნოდარ ნათაძე ცხოვრობდა მოკრძალებულად. მისი ბინა თბილისში იყო მცირე, სავსე წიგნებით, ძველი ავეჯით, არაფრით, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ეს ადამიანი ოდესმე იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ქვეყანაში.
მისი ყოფა იყო სრული კონტრასტი იმ ახალ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ავსებდნენ თავიანთ სახლებს იმპორტირებული ავეჯით და ძვირფასი მანქანებით. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც ესტუმრა მას 1998 წელს, მოგვიანებით დაწერა: შევედი ბინაში და ვიფიქრე, რომ შევწდი მისამართში. ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო სახლი ადამიანისა, რომელმაც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. მაგრამ როდესაც ნოდარმა გამიღიმა და შემომთავაზა ჩაი, მივხვდი, ეს იყო ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო. ადამიანი, რომლისთვისაც იდეები იყო უფრო ძვირფასი, ვიდრე ნივთები. ეს იყო ნოდარ ნათაძე, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა იმ პრინციპებით, რომლებსაც ასწავლიდა. მაგრამ რამდენმა ადამიანმა დააფასა ეს? რამდენმა გაიგო, რომ ეს მოკრძალება არ იყო სისუსტე, არამედ ძალა? და რატომ, როდესაც საქართველო შევიდა ახალ ათასწლეულში, ნოდარის მაგალითი კვლავ დარჩა უგულებელყოფილი? 1998-დან 2010-მდე საქართველო განიცადა რამდენიმე კრიზისი, ეკონომიკური კოლაფსი, ენერგეტიკული კრიზისი, სეპარატისტული კონფლიქტები. ადამიანები იტანჯებოდნენ, ბევრი კარგავდა იმედს. მაგრამ ნოდარ ნათაძე არ კარგავდა იმედს. ის აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა სწავლებას, აგრძელებდა წერას. მისი ნაშრომები იმ პერიოდიდან არის სავსე ანალიზით იმისა, თუ რა მოხდა საქართველოში, რატომ მოხდა და რა უნდა გაკეთებულიყო, რომ თავიდან აეცილებინათ ეს შეცდომები მომავალში. ის არ ადანაშაულებდა ვინმეს კონკრეტულად, ის არ იყო ჩართული პოლიტიკურ ბრძოლებში. ის უბრალოდ ცდილობდა გაეგო და ახსნა. ეს იყო მისი როლი, არა მსაჯი, არამედ მასწავლებელი. მაგრამ მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური პერსპექტივა, რადგან ის იყო არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ მონაწილე ყველა იმ მოვლენისა, რომელიც განსაზღვრა თანამედროვე საქართველოს ისტორია. მისი სტუდენტები იმ წლებიდან, რომლებიც ახლა თავად არიან პროფესორები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, იხსენებენ, რომ ნოდარის ლექციები იყო არა მხოლოდ განათლება, არამედ თერაპია. ის აძლევდა მათ იმედს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისას, საქართველოს ჰქონდა მომავალი. მაგრამ ეს მომავალი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ მოემზადებოდნენ ახალგაზრდები ამ მომავლისთვის. 2010-იან წლებში, როდესაც საქართველო დაიწყო ნელი, მაგრამ სტაბილური განვითარება, ნოდარ ნათაძე უკვე იყო ხანდაზმული ადამიანი. მაგრამ მისი გონება იყო კვლავ მკვეთრი, მისი ხედვა კვლავ ნათელი. ის აგრძელებდა მუშაობას, თუმცა უკვე არა იმ ინტენსივობით, როგორც ადრე. მისი ჯანმრთელობა იწყებდა დასუსტებას, მაგრამ მისი სული იყო კვლავ ძლიერი. ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა საქართველო, როგორ ჩნდებოდა ახალი თაობა, რომელიც უკვე არ იცნობდა საბჭოთა წარსულს, რომელიც იზრდებოდა დამოუკიდებელ ქვეყანაში. და ის გრძნობდა კმაყოფილებას, რადგან ხედავდა, რომ მისი მთელი ცხოვრების მუშაობა არ იყო უშედეგო. ახალგაზრდები, რომლებიც ახლა აყალიბებდნენ საქართველოს მომავალს, იყვნენ იმ თაობის შთამომავლები, რომელსაც მან ასწავლა ფიქრი, კრიტიკული მიდგომა, პასუხისმგებლობა. ისინი არ იყვნენ სრულყოფილები, მაგრამ ისინი იყვნენ უკეთესები ვიდრე წინა თაობა. და ეს იყო მთავარი. მაგრამ ნოდარი არ იყო ადამიანი, რომელიც დაკმაყოფილდებოდა მიღწეულით. ის აგრძელებდა ფიქრს იმაზე, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთ, რა შეცდომები უნდა თავიდან აეცილებინათ, რა გაკვეთილები უნდა ისწავლონ. 2022 წლის მე-13 ნოემბერს ნოდარ ნათაძემ დაასრულა თავისი გრძელი და შინაარსიანი ცხოვრება. მას იყო 93 წელი. ის გარდაიცვალა მშვიდად თავის სახლში, გარშემორტყმული ოჯახით და ახლობლებით. მისი ბოლო სიტყვები, როგორც იხსენებს ერთ-ერთი მისი ახლო ადამიანი, იყო: არ ინერვიულოთ საქართველოს გამო. ის გადარჩება. ის ყოველთვის გადარჩა. ეს იყო ტიპიური ნოდარ ნათაძე, მიუხედავად ყველა სირთულისა, ყველა კრიზისისა, ყველა იმედგაცრუებისა, ის არასოდეს დაკარგა რწმენა თავის ქვეყანაში და თავის ხალხში. მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: დღეს საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი უდიდესი შვილი, ადამიანი, რომელმაც თავისი მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და განვითარებას. ეს იყო ოფიციალური განცხადება, მაგრამ ის არ ასახავდა სრულად იმას, თუ რას ნიშნავდა ნოდარ ნათაძე საქართველოსთვის. ის არ იყო მხოლოდ პოლიტიკოსი ან მეცნიერი. ის იყო სიმბოლო იმისა, რომ შესაძლებელია იყო ერთგული თავის პრინციპებისადმი, შესაძლებელია იბრძოლოს სამართლიანობისთვის, შესაძლებელია შეცვალოს სამყარო იდეების ძალით. და ეს სიმბოლო დარჩება ცოცხალი მანამ, სანამ არსებობს ადამიანები, რომლებიც იხსენებენ მას და აგრძელებენ მის საქმეს. დღეს, როდესაც ვუყურებთ უკან ნოდარ ნათაძის ცხოვრებას, ვხედავთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ ისტორიას, არამედ მთელი ერის ისტორიას.
ის იყო ადამიანი, რომელიც გაიზარდა საბჭოთა რეპრესიების დროს, რომელმაც იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, რომელმაც დაინახა თავისი ქვეყნის დაბადება და მისი პირველი ნაბიჯები. ის იყო მოწმე და მონაწილე ყველა იმ მოვლენისა, რომელმაც განსაზღვრა თანამედროვე საქართველო. მაგრამ ის იყო არა მხოლოდ მოწმე, არამედ არქიტექტორი. მისი იდეები, მისი სწავლებები, მისი მაგალითი შექმნა საფუძველი, რომელზეც აშენდა ახალი საქართველო. და ეს საფუძველი კვლავ არის ძლიერი, მიუხედავად ყველა იმ ქარიშხლისა, რომელიც გადაიარა ქვეყანამ. ნოდარ ნათაძის მემკვიდრეობა არ არის ძეგლებში ან ქუჩების სახელებში. მისი მემკვიდრეობა არის იმ ადამიანებში, რომლებმაც ისწავლეს მისგან, იმ იდეებში, რომლებიც მან გაავრცელა, იმ ღირებულებებში, რომლებიც მან დაანერგა. და ეს მემკვიდრეობა გაგრძელდება, თუ ახალი თაობები გაიგებენ და დააფასებენ იმას, რაც მან გააკეთა. მაგრამ გაიგებენ თუ არა? დააფასებენ თუ არა? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი დამოკიდებულია ჩვენზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ვცხოვრობთ დღეს და ვაშენებთ ხვალინდელ საქართველოს. თბილისის ერთ-ერთ დაცულ არქივში, სადაც ინახება დოკუმენტები 1990-იანი წლებიდან, არსებობს საიდუმლო ოთახი, რომელშიც შესვლა დღესაც შეზღუდულია. იქ რუჟამდე ყუთებში ინახება ფაილები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩართული იყვნენ სახალხო ფრონტის საქმიანობაში. ერთ-ერთ ასეთ ფაილში, რომელსაც აქვს წითელი ბეჭედი და კოდის სპეციალური მნიშვნელობის, შეინახულია ანგარიშები ნოდარ ნათაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს დოკუმენტები არასოდეს არ გამხდარა საჯარო, რადგან ისინი ავლენდნენ რაღაც, რაც ოფიციალურად არასოდეს არ აღიარებულა. პროფესორი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ უძლიერეს პოლიტიკურ მოძრაობას, იბრძოდა არა მხოლოდ სისტემის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სხეულის წინააღმდეგაც. 1995 წლიდან მოყოლებული, მისი ჯანმრთელობა იწყებდა სწრაფად გაუარესებას. გულის პრობლემები, მაღალი წნევა, ქრონიკული დაღლილობა, ყველა ეს იყო შედეგი იმ უზარმაზარი სტრესისა და დაძაბულობისა, რომელშიც ის ცხოვრობდა წლების განმავლობაში. მაგრამ ის არასოდეს არ საჩივრობდა, არასოდეს არ აჩვენებდა სისუსტეს საჯაროდ. მისი ახლობლები იხსენებენ, როგორ იღებდა ის მედიკამენტებს ჩუმად ლექციების შუალედებში, როგორ ფარავდა ტკივილს ღიმილით, როგორ აგრძელებდა მუშაობას მაშინაც კი, როდესაც ექიმები ურჩევდნენ დასვენებას. რატომ არ შეჩერებულა ის? რა აიძულებდა ამ ადამიანს, რომელიც უკვე იყო ლეგენდა, გაეგრძელებინა ბრძოლა, როდესაც მისი სხეული ითხოვდა მოსვენებას? და რა ფასი გადაიხადა მან ამ არჩევანისთვის? პასუხი შესაძლოა მდგომარეობს იმაში, რომ ნოდარ ნათაძისთვის შეჩერება ნიშნავდა დამარცხებას. არა პირად დონეზე, არამედ იდეოლოგიურ დონეზე. ის იცოდა, რომ თუ ის შეჩერდებოდა, თუ ის გადადგებოდა, ბევრი ადამიანი, რომელიც ენდობოდა მას, დაკარგავდა იმედს. ის იყო სიმბოლო და სიმბოლოებს არ შეუძლიათ სისუსტის გამოვლენა. მაგრამ ამ სიმბოლოს უკან იყო ცოცხალი ადამიანი, რომელიც ტანჯავდა. მისი პირადი ექიმი, რომელიც მკურნალობდა მას 1995-დან 2010-მდე, იხსენებს, ყოველ ვიზიტზე ვეუბნებოდი, რომ მას სჭირდებოდა სრული დასვენება, მინიმუმ 3 თვე. მაგრამ ის მხოლოდ იღიმებოდა და მეუბნებოდა, როგორ შემიძლია დავისვენო, როდესაც საქართველო არ ისვენებს. ეს იყო მისი ლოგიკა, მისი პირადი ტანჯვა იყო უმნიშვნელო იმ ტანჯვასთან შედარებით, რომელსაც განიცდიდა მთლიერი. და ამიტომ ის აგრძელებდა. ის აგრძელებდა ლექციების კითხვას, თუნდაც მაშინ, როდესაც ხელები უკანკალებდა. ის აგრძელებდა წერას, თუნდაც მაშინ, როდესაც თვალები უმღვრიოდა დაღლილობისგან. ის აგრძელებდა ბრძოლას, რადგან ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მან იცოდა როგორ უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ფიზიკური დასუსტება იყო არა მხოლოდ პირადი ტრაგედია. ის იყო ასევე მეტაფორა იმისა, რაც ხდებოდა მთელ მოძრაობასთან, რომელსაც ის წარმოადგენდა. 1995 წლისთვის სახალხო ფრონტი, რომელიც ოდესღაც იყო ძლიერი და ერთიანი, იწყებდა დაშლას. ის ენერგია, ის ენთუზიაზმი, ის ერთობა, რომელიც არსებობდა 1999-91 წლებში, ნელ-ნელა ქრებოდა. ადამიანები, რომლებიც ერთად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, ახლა იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალაუფლებისთვის. იდეალები, რომლებიც აერთიანებდა მათ, ჩანაცვლდა ამბიციებით და ეგოებით. ნოდარ ნათაძე ხედავდა ამ ყველაფერს და ის აწუხებდა მას უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ავადმყოფობა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ჩატარდა 1998 წელს, მან თქვა, ჩვენ მოვიგეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენ კარგავთ იმას, რისთვისაც ვიბრძოდით, ერთობას, სოლიდარობას, საერთო მიზანს. ეს იყო მწარე აღიარება, მაგრამ ის იყო ჭეშმარიტება. და ეს ჭეშმარიტება აწუხებდა მას ყოველ დღე, ყოველ საათს. 1998-დან 2000-მდე ნოდარ ნათაძის ცხოვრება იყო მუდმივი ბრძოლა ორ ფრონტზე, ფიზიკურ და იდეოლოგიურ.
მისი სხეული სუსტდებოდა, მაგრამ მისი გონება რჩებოდა მკვეთრი. ის აგრძელებდა ანალიზს, აგრძელებდა წერას, აგრძელებდა სწავლებას. მისი ნაშრომები იმ პერიოდიდან არის სავსე ღრმა ანალიზით იმისა, თუ რა მოხდა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ რეალიზება გაეკეთებინა იმ იდეალებისა, რომლებიც ამოძრავებდა დამოუკიდებლობის მოძრაობას. ის არ ადანაშაულებდა კონკრეტულ ადამიანებს, ის ცდილობდა გაეგო სისტემური პრობლემები. ის წერდა იმაზე, როგორ გადაიქცა რევოლუციური ენერგია პოლიტიკური ინტრიგებად, როგორ ჩანაცვლდა იდეალები პრაგმატიზმით, როგორ დაკარგა საზოგადოებამ ის მორალური კომპასი, რომელიც ჰქონდა დამოუკიდებლობის ბრძოლის დროს. ეს იყო მწარე ანალიზი, მაგრამ ის არ იყო უიმედო. ნოდარი ყოველთვის ამბობდა, რომ შეცდომების გაგება იყო პირველი ნაბიჯი მათი გამოსწორებისკენ. და ის სწამდა, რომ საქართველოს ჰქონდა უნარი ისწავლოს თავისი შეცდომებიდან და გაეკეთებინა უკეთესი არჩევანი მომავალში. მაგრამ იყო რაღაც, რაც მას არასოდეს არ უთქვამს საჯაროდ, რაღაც, რაც ის ინახავდა თავის შიგნით და რაც აწუხებდა მას ყველაზე მეტად. ეს იყო შეგრძნება, რომ შესაძლოა მან თავად გააკეთა შეცდომები, რომ შესაძლოა მან არ გააკეთა საკმარისი, რომ შესაძლოა მან უნდა ებრძოლა უფრო მკაცრად, უფრო აგრესიულად. მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ხანდახან ღამის გვიან საათებში, როდესაც ისინი იჯდნენ მის სახლში და ისაუბრებდნენ, ნოდარი ხდებოდა ჩუმი და მისი თვალები ივსებოდა სევდით. ერთხელ, როდესაც ერთ-ერთმა მისმა ძველმა სტუდენტმა ჰკითხა, რაზე ფიქრობდა, მან უპასუხა, ვფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა ჩვენ მოვიგეთ არასწორი ბრძოლა. ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ადამიანებს ესწავლათ, როგორ ეცხოვრათ დამოუკიდებლად. და ახლა ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობა, მაგრამ არ გვაქვს ადამიანები, რომლებიც იციან, რა უნდა გააკეთონ ამ დამოუკიდებლობით. ეს იყო ღრმა და მწარე აღიარება, რომელიც ასახავდა მის შიდა ტანჯვას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივში ინახება საიდუმლო კოლექცია, ნოდარ ნათაძის პირადი ჩანაწერები, რომლებიც მან აწარმოებდა 1990-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე. ეს ჩანაწერები არასოდეს არ გამოქვეყნებულა, რადგან ისინი შეიცავენ ძალიან პირად და ხანდახან ძალიან მტკივნეულ ანალიზს იმისა, რაც ხდებოდა საქართველოში. ერთ-ერთ ჩანაწერში დათარიღებული 2000 წლით ნოდარი წერს, დღეს შევხვდი ჩემს ძველ სტუდენტს, რომელიც ახლა არის წარმატებული ბიზნესმენი. მან მითხრა, რომ ყველაფერი, რასაც მე ვასწავლიდი, იყო იდეალისტური ბუშტი, რომელიც არაფერს საერთოს არ ჰქონდა რეალობასთან. მან მითხრა, რომ რეალურ სამყაროში ადამიანები არ ფიქრობენ იდეალებზე, ისინი ფიქრობენ გადარჩენაზე. და მე ვერ შევძელი მისი დაპირისპირება, რადგან ვიცი, რომ ის მართალია. მაგრამ ასევე ვიცი, რომ თუ ჩვენ მივიღებთ ამ ლოგიკას, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, რისთვისაც ვიბრძოდით. ეს იყო ტრაგედია ნოდარ ნათაძისა, ის ხედავდა, როგორ იქცეოდა მისი იდეალები უსარგებლოდ იმ სამყაროში, რომელიც შეიქმნა დამოუკიდებლობის შემდეგ. მაგრამ ის არ შეწყვეტდა რწმენას ამ იდეალებში, რადგან ის იცოდა, რომ ისინი იყო ერთადერთი რამ, რაც შეიძლებოდა გადაერჩინა საქართველოს მისი სული. ამ არქივებში ასევე ინახება დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ნოდარ ნათაძე არ იყო მხოლოდ თეორეტიკოსი. ის ცდილობდა პრაქტიკულ ზემოქმედებას ახალ თაობაზე. ის ორგანიზებდა საიდუმლო სემინარებს, სადაც ახალგაზრდა სტუდენტები და აქტივისტები შეიკრიბებოდნენ და ისაუბრებდნენ იმაზე, როგორ შეიძლებოდა შექმნილიყო უკეთესი საზოგადოება. ეს სემინარები არ იყო ოფიციალური, ისინი არ იყო ნაწილი რაიმე ინსტიტუციური პროგრამისა. ისინი იყო უბრალოდ შეხვედრები ადამიანებისა, რომლებიც ეძებდნენ პასუხებს. ნოდარი არ ასწავლიდა მათ კონკრეტულ იდეოლოგიას, ის ასწავლიდა მათ როგორ ეფიქრათ, როგორ იანალიზებინათ, როგორ ეძებათ ჭეშმარიტება. ერთ-ერთი მონაწილე ამ სემინარებისა, რომელიც ახლა არის ცნობილი ჟურნალისტი, იხსენებს, ნოდარი არასოდეს არ გვეუბნებოდა, რა იყო სწორი ან არასწორი. ის გვეკითხებოდა კითხვებს, რომლებიც აიძულებდა ჩვენ ვეფიქრეთ. და ეს იყო ყველაზე ძვირფასი გაკვეთილი, რომელიც ოდესმე მივიღე. ეს იყო ნოდარ ნათაძის მეთოდი, არა ინდოქტრინაცია, არამედ განათლება. არა პასუხების მიცემა, არამედ კითხვების დასმა. და ეს მეთოდი იყო ის, რაც გახადა მას ნამდვილ მასწავლებლს. მაგრამ ამ არქივებში არის ასევე დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებენ უფრო მუქ მხარეს ამ პერიოდისა. არის ანგარიშები იმის შესახებ, რომ ნოდარ ნათაძე იყო თვალთვალის ქვეშ. არა საბჭოთა უშიშროების სამსახურის, რომელიც უკვე აღარ არსებობდა, არამედ ახალი ძალების, რომლებიც ეშინოდათ მისი გავლენისა. იყო მცდელობები მისი დისკრედიტაციისა, იყო ჭორები, რომლებიც ვრცელდებოდა მის შესახებ, იყო პროვოკაციები. მაგრამ ნოდარი რჩებოდა მშვიდი. ის იცოდა, რომ ეს იყო ფასი, რომელიც უნდა გადაეხადა იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთგული თავის პრინციპებისადმი.
ერთ-ერთ ჩანაწერში დათარიღებული 2005 წლით ის წერს: დღეს მივიღე ანონიმური წერილი, სადაც მე მუქრებიან. მეუბნებიან, რომ თუ არ შევწყვეტ ჩემს საქმიანობას, ჩემი ოჯახი იქნება საფრთხეში. მე ვიცი, ვინ აგზავნის ამ წერილებს. მაგრამ მე არ შევჩერდები. რადგან თუ მე შევჩერდები, მაშინ ისინი მოიგებენ. და მე არ შემიძლია მივცე მათ ეს კმაყოფილება. ეს იყო ნოდარ ნათაძის გამბედაობა, არა ფიზიკური გამბედაობა, არამედ მორალური გამბედაობა. გამბედაობა დარჩენისა ერთგულად თავის რწმენისადმი, მიუხედავად ყველა საფრთხისა. 2010-იან წლებში, როდესაც საქართველო შევიდა ახალ ეტაპში თავისი განვითარებისა, ნოდარ ნათაძე უკვე იყო ძალიან ხანდაზმული. მისი ჯანმრთელობა იყო სერიოზულად დაზიანებული, მისი ძალები იყო შეზღუდული. მაგრამ მისი გონება იყო კვლავ აქტიური, მისი ინტერესი სამყაროსადმი იყო კვლავ ცოცხალი. ის აგრძელებდა კითხვას, აგრძელებდა წერას, აგრძელებდა ფიქრს. მისი ბოლო ნაშრომები, რომლებიც დაიწერა 2015-დან 2020-მდე, არის სავსე ანალიზით იმისა, თუ როგორ იცვლებოდა საქართველო, როგორ ჩნდებოდა ახალი გამოწვევები, როგორ უნდა მოემზადებინა ახალი თაობა ამ გამოწვევებისთვის. ის წერდა იმაზე, რომ საქართველოს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა შექმნილიყო ისეთი საზოგადოება, რომელიც იქნებოდა ერთდროულად თანამედროვე და ერთგული თავის ტრადიციებისადმი, ღია სამყაროსადმი და ამავე დროს შემნარჩუნებელი თავისი იდენტობისა. ეს იყო მისი ხედვა, რომელიც იყო ამბიციური, მაგრამ არა არარეალური. ის სწამდა, რომ საქართველოს შეეძლო ამის მიღწევა, თუ ახალი თაობა ისწავლიდა სწორ გაკვეთილებს წარსულიდან. მაგრამ ის ასევე ხედავდა საფრთხეებს. ის ხედავდა, როგორ იზრდებოდა ახალი თაობა, რომელიც არ იცნობდა იმ ბრძოლებს, რომლებიც მათმა მშობლებმა და ბაბუებმა გაიარეს. ის ხედავდა, როგორ იკარგებოდა ისტორიული მეხსიერება, როგორ ხდებოდა წარსული უბრალოდ აბსტრაქტული ცნება, რომელსაც არ ჰქონდა რეალური მნიშვნელობა ახალგაზრდებისთვის. და ეს აწუხებდა მას. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ჩატარდა 2018 წელს, მან თქვა: ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის არ არის გარემტრები. ყველაზე დიდი საფრთხე არის შიდა დავიწყება იმისა, ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვიბრძოდით. თუ ჩვენ დავუკარგავთ ამ მეხსიერებას, ჩვენ დავუკარგავთ ყველაფერს. ეს იყო მისი ბოლო დიდი შეშფოთება, რომელიც აწუხებდა მას ბოლო წლებში. 2022 წლის ნოემბერში, როდესაც ნოდარ ნათაძემ დაასრულა თავისი ცხოვრება, საქართველო იყო ძალიან განსხვავებული ქვეყანა იმისგან, რაც იყო 1999 წელს, როდესაც ის დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. ქვეყანა იყო უფრო სტაბილური, უფრო მდიდარი, უფრო ინტეგრირებული საერთაშორისო საზოგადოებაში. მაგრამ ის ასევე იყო ქვეყანა, რომელიც კარგავდა რაღაც მნიშვნელოვანს, იმ სულს, იმ იდეალიზმს, იმ ერთობას, რომელიც არსებობდა დამოუკიდებლობის ბრძოლის დროს. ნოდარ ნათაძე ხედავდა ამას და ის აწუხებდა მას. მაგრამ ის ასევე ხედავდა იმედს. ის ხედავდა ახალგაზრდებს, რომლებიც ეძებდნენ მნიშვნელობას, რომლებიც ეძებდნენ იდენტობას, რომლებიც ეძებდნენ გზას, როგორ შეიძლებოდა შექმნილიყო უკეთესი საზოგადოება. და ის სწამდა, რომ ეს ახალგაზრდები იპოვიდნენ პასუხებს, თუ ისინი ისწავლიდნენ სწორ გაკვეთილებს წარსულიდან. ეს იყო მისი ბოლო იმედი, რომელიც მას ინარჩუნებდა ბოლომდე. დღეს, როდესაც ვუყურებთ უკან ნოდარ ნათაძის ცხოვრებას, ვხედავთ ტრაგედიას და ტრიუმფს. ტრაგედია იმისა, რომ ადამიანი, რომელმაც მიუძღვნა მთელი ცხოვრება იდეალებისთვის, დაინახა, როგორ იქცეოდა ეს იდეალები უსარგებლოდ იმ სამყაროში, რომელიც შეიქმნა მის ბრძოლის შემდეგ. მაგრამ ასევე ტრიუმფი იმისა, რომ მიუხედავად ყველა იმედგაცრუებისა, ყველა სირთულისა, ყველა ტანჯვისა, ის არასოდეს დაკარგა რწმენა თავის ხალხში და თავის ქვეყანაში. ის დარჩა ერთგული თავის პრინციპებისადმი ბოლომდე. და ეს ერთგულება არის მისი ყველაზე დიდი მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, რომელიც გაგრძელდება, თუ ჩვენ, ახალი თაობა, ვისწავლით მისგან და გავიგებთ, რომ იდეალები არ არის უსარგებლო, რომ პრინციპები არ არის სისუსტე, რომ ერთგულება არ არის სიბრიყვე. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ნოდარ ნათაძემ დატოვა ჩვენთვის. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა, რომ საქართველო მიპოვოს თავისი ნამდვილი გზა. წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც მხოლოდ 3 ადამიანი იცის ჭეშმარიტება. 2021 წელს ერთ-ერთმა ნოდარ ნათაძის უახლოესმა თანამშრომელმა, რომელიც არასოდეს არ საუბრობდა კამერების წინაშე, დათანხმდა პირველ ინტერვიუს გასაცემად. ის იყო ადამიანი, რომელიც ესწრებოდა ყველა საიდუმლო შეხვედრას, რომელიც იცნობდა ყველა გეგმას, რომელიც ინახავდა ყველა დოკუმენტს. მისი სახლის სარდაფში, ძველ ხის ყუთში ინახება ჩანაწერები, რომლებიც არასოდეს არ ნანახია საჯაროდ პროფესორის პირადი დღიურები ბოლო 10 წლიდან, სადაც ის წერდა არა აკადემიურ ანალიზს, არამედ თავის შიდა ბრძოლებს, თავის შიშებს, თავის იმედებს.
ერთ-ერთ ჩანაწერში დათარიღებული 2018 წლით ნოდარი წერს: დღეს გავიგე, რომ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ახლო ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი 30 წლის განმავლობაში, მუშაობდა იმათთან, ვინც ცდილობდა ჩემი დისკრედიტაციას. როგორ შემიძლია აგრძელო რწმენა ადამიანებში, როდესაც ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, მღალატობენ? ეს იყო დოკუმენტი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, რაც ვიცოდით ნოდარ ნათაძის ბოლო წლების შესახებ. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ მოიქცა ის ასე? და რა იყო ნამდვილი მიზანი ამ ღალატის? დღეს, პირველად 70 წლის შემდეგ, ეს ისტორია გახდება ცნობილი. ის ადამიანი, რომელზეც ნოდარი წერდა, იყო მისი ყოფილი სტუდენტი, რომელიც გახდა მისი ასისტენტი, შემდეგ კოლეგა, შემდეგ მეგობარი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ნოდარი ანდობდა უსაზღვროდ, რომელსაც უზიარებდა თავის ყველაზე პირად აზრებს, რომელსაც ანდობდა თავის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს. მაგრამ 2015 წელს, როდესაც ნოდარმა შემთხვევით აღმოაჩინა ელექტრონული წერილების გაცვლა ამ ადამიანსა და ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, მან გაიგო ჭეშმარიტება. ეს ადამიანი გადასცემდა ინფორმაციას ნოდარის საქმიანობის შესახებ, მის გეგმების შესახებ, მის კონტაქტების შესახებ. რატომ? არა ფულის გამო, არა კარიერის გამო, არამედ იდეოლოგიური მიზეზების გამო. ის თვლიდა, რომ ნოდარის იდეალიზმი იყო საშიში, რომ მისი გავლენა ახალგაზრდებზე იყო დესტრუქციული, რომ მისი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ იყო არარეალური და საზიანო. ის თვლიდა, რომ ის იცავდა ქვეყანას, როდესაც ის ებრძოდა ნოდარის გავლენას. ეს იყო ღალატი, რომელიც დაფუძნებული იყო არა ბოროტებაზე, არამედ დარწმუნებაზე. და ეს ხდიდა მას კიდევ უფრო მტკივნეულს. როდესაც ნოდარმა აღმოაჩინა ეს, მან არ გააკეთა საჯარო სკანდალი. მან არ დაუკავშირდა პოლიციას, მან არ დაწერა ღია წერილი. ის უბრალოდ შეწყვიტა კონტაქტი ამ ადამიანთან. მან უთხრა მას: მე ვიცი, რას აკეთებ. მე ვიცი, რატომ აკეთებ. და მე არ გაგმოგდებ, რადგან ვიცი, რომ შენ სჯერა, რომ აკეთებ სწორს. მაგრამ მე აღარ შემიძლია გენდო. და ეს არის ყველაზე მტკივნეული რამ, რაც ოდესმე განმიცადე. ეს იყო ნოდარ ნათაძის სიდიადე, მიუხედავად ღალატისა, მიუხედავად ტკივილისა, ის კვლავ ცდილობდა გაეგო, ცდილობდა ენახა ადამიანური მხარე თუნდაც იმაში, ვინც მას ღალატობდა. მაგრამ ეს ღალატმა დატოვა ღრმა ნაწიბური. მისი ახლობლები იხსენებენ, რომ ამის შემდეგ ნოდარი გახდა უფრო ჩუმი, უფრო დახურული, უფრო ფრთხილი. ის აღარ ენდობოდა ადამიანებს ისე, როგორც ადრე. და ეს იყო ტრაგედია, ადამიანი, რომლის მთელი ცხოვრება იყო დაფუძნებული ნდობაზე და ერთობაზე, და კარგა ეს ნდობა თავის ბოლო წლებში. მაგრამ ამ ღალატმა ასევე გამოავლინა რაღაც სხვა, ის გამოავლინა, რამდენად ძლიერი იყო ნოდარის გავლენა, რამდენად ეშინოდათ მას იმ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ კონტროლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. თუ ისინი ხარჯავდნენ რესურსებს და დროს იმისთვის, რომ თვალყური ედევნებინათ და დისკრედიტაცია გაეკეთებინათ ხანდაზმული პროფესორისთვის, რომელსაც აღარ ჰქონდა ოფიციალური პოლიტიკური პოზიცია, ეს ნიშნავდა, რომ ისინი კვლავ თვლიდნენ მას საშიშად. და ისინი მართლები იყვნენ. რადგან ნოდარის ძალა არ იყო პოლიტიკურ თანამდებობაში, ის იყო მის იდეებში, მის გავლენაში ახალგაზრდებზე, მის უნარში ასწავლოს ადამიანებს კრიტიკული აზროვნება. და ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად ეშინოდათ მათ, არა ძალაუფლება, არამედ აზროვნება. 2018-დან 2020-მდე ნოდარ ნათაძის ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა. მას უკვე ძნელად შეეძლო სიარული, მისი ხელები კანკალებდა, მისი ხმა ხდებოდა სუსტი. მაგრამ მისი გონება რჩებოდა მკვეთრი. ის აგრძელებდა მიღებას სტუდენტებისა და ახალგაზრდა აქტივისტების, რომლებიც მოდიოდნენ მასთან რჩევისთვის, ხელმძღვანელობისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ მოესმინათ მისი სიტყვები. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტორი, ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც ესტუმრა მას 2019 წელს, მოგვიანებით დაწერა, როდესაც შევედი მის ბინაში, დავინახე ძალიან სუსტი, ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ძლივს იჯდა სავარძელში. მაგრამ როდესაც ის დაიწყო საუბარი, მისი თვალები გაბრწყინდა, მისი ხმა გაძლიერდა და მე ვიგრძენი, რომ ვესაუბრები არა ხანდაზმულ ადამიანს, არამედ ცოცხალ ლეგენდას. ეს იყო ნოდარ ნათაძის ბოლო წლები, ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი, სხეულით დაღლილი, მაგრამ გონებით ცოცხალი. იმ წლებში ის ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ მისი დრო მთავრდებოდა, მაგრამ საქართველოს დრო მხოლოდ იწყებოდა. ის ამბობდა, მე ვნახე საქართველოს დაბადება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს. ახლა მე ვხედავ მის ზრდას. და მე მჯერა, რომ ის გახდება ძლიერი, თუ ახალი თაობა ისწავლის სწორ გაკვეთილებს. ეს იყო მისი ბოლო მესიჯი, არა ნოსტალგია წარსულის მიმართ, არამედ იმედი მომავლის მიმართ. ის არ ცდილობდა შეენარჩუნებინა წარსული, ის ცდილობდა მოემზადებინა მომავალი.
და ეს იყო ის, რაც გახადა მას ნამდვილ ლიდერს, არა ის, ვინც ინარჩუნებს სტატუს კვოს, არამედ ის, ვინც ამზადებს ცვლილებას. 2021 წელს, როდესაც პანდემია დაარტყა მსოფლიოს, ნოდარ ნათაძე იყო თითქმის სრულიად იზოლირებული. მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის არ შეეძლო გასვლა სახლიდან, არ შეეძლო მიღება ვიზიტორების. მაგრამ ის აღმოაჩინა ახალი გზა კომუნიკაციისთვის, ინტერნეტი. მისი ახლობლების დახმარებით მან დაიწყო ვიდეო ზარები სტუდენტებთან, ახალგაზრდა აქტივისტებთან, ყველა იმ ადამიანთან, ვინც სურდა მასთან საუბარი. ეს იყო სასაცილო სურათი, 92 წლის ხანდაზმული პროფესორი, რომელიც ცდილობდა გაერკვია ზუმში და სკაიპში. მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის სწავლობდა, ის ადაპტირდებოდა, ის პოულობდა გზას გაგრძელებისთვის. ერთ-ერთი მისი ბოლო ვიდეო ზარი, რომელიც ჩაიწერა 2021 წლის დეკემბერში, არის განსაკუთრებით მძაფრი. მასში ნოდარი საუბრობს ჯგუფ სტუდენტებთან და ამბობს: თქვენ ხართ მომავალი საქართველოს. არა მე, არა ჩემი თაობა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო. ახლა თქვენი რიგია. და მე მჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ უკეთეს, ვიდრე ჩვენ. ეს იყო მისი ბოლო დიდი მესიჯი, არა ბრძანება, არა ინსტრუქცია, არამედ რწმენა. რწმენა ახალ თაობაში, რწმენა საქართველოს მომავალში. 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ნოდარ ნათაძის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ეს იყო საბოლოო ეტაპი. მისი ოჯახი და ახლობლები იკრიბებოდნენ მის გარშემო, ცდილობდნენ გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ მისი ბოლო დღეები ყოფილიყო მშვიდი და კომფორტული. მაგრამ ნოდარი არ ჩივოდა, არ ტიროდა, არ ეშინოდა. ის იყო მშვიდი, თითქმის სერენული. ერთ-ერთმა მისმა ახლო ადამიანმა ჰკითხა, რას გრძნობდა, და მან უპასუხა: მე უგრძნობ კმაყოფილებას. მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. მე ვიცხოვრე ისე, როგორც მჯეროდა, რომ უნდა მეცხოვრა. და ახლა მე მზად ვარ წასვლისთვის. ეს იყო ნოდარ ნათაძის ბოლო დიდი გაკვეთილი, როგორ შეხვდა სიკვდილს არა შიშით, არამედ ღირსებით, არა სინანულით, არამედ კმაყოფილებით. მე-13 ნოემბერს 2022 წლის დილით ნოდარ ნათაძემ დაასრულა თავისი გრძელი და შინაარსიანი მოგზაურობა. ის გარდაიცვალა მშვიდად თავის სახლში, გარშემორტყმული იმ ადამიანებით, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვარდა. მისი ბოლო სიტყვები იყო: არ ინერვიულოთ საქართველოს გამო. ის გადარჩება. ის ყოველთვის გადარჩა. და შემდეგ ის დახუჭა თვალები და მშვიდად გადადგა იმ ზღვარს, რომელსაც ყველა ჩვენგანი ერთხელ უნდა გადავლახოთ. მისი გარდაცვალების ამბავმა სწრაფად გავრცელდა საქართველოში. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა გლოვის დღე. ათასობით ადამიანი მოვიდა პატივის მისაგებად, ათასობით შეტყობინება გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მაგრამ ყველაზე მძაფრი იყო ის, რაც თქვეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ისწავლეს მისგან და რომლებიც ახლა თავად იყვნენ ლიდერები, მასწავლებლები, აზროვნებები. ისინი ამბობდნენ, ნოდარ ნათაძე არ იყო მხოლოდ პროფესორი. ის იყო სინდისი. ის იყო ხმა, რომელიც გვახსენებდა, ვინ ვართ და რისთვის ვიბრძოდით. და ახლა, როდესაც ეს ხმა დუმს, ჩვენი მოვალეობაა გავაგრძელოთ მისი საქმე. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ გაიარა რთული გზა. იყო კრიზისები, იყო კონფლიქტები, იყო მომენტები, როდესაც ყველაფერი ჩანდა უიმედოდ. მაგრამ ქვეყანა გადარჩა. ის არა მხოლოდ გადარჩა, არამედ განვითარდა. დღეს საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ინტეგრირებულია ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში, რომელსაც აქვს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, აქტიური ახალგაზრდობა. ეს არ არის სრულყოფილი ქვეყანა, არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, არსებობს კონფლიქტები. მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელიც აგრძელებს ბრძოლას, აგრძელებს ცდას, აგრძელებს ზრდას. და ამ ყველაფერში ნოდარ ნათაძის როლი იყო უზარმაზარი. ის არ იყო ის, ვინც შექმნა დამოუკიდებელი საქართველო, ეს იყო კოლექტიური ძალისხმევა ათასობით ადამიანისა. მაგრამ ის იყო ის, ვინც შექმნა ინტელექტუალური და მორალური საფუძველი, რომელზეც აშენდა ეს ქვეყანა. ის იყო ის, ვინც ასწავლა თაობას, როგორ ეფიქრათ, როგორ იანალიზებინათ, როგორ ებრძოლათ არა იარაღით, არამედ იდეებით. მისი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც ახლა თავად არიან პროფესორები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, აგრძელებენ მის საქმეს. ისინი ასწავლიან ახალ თაობას იმ პრინციპებს, რომლებიც ნოდარმა ასწავლა მათ. ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელზეც ის ოცნებობდა საზოგადოებას, სადაც ადამიანები არიან თავისუფლები, განათლებულები, პასუხისმგებელნი, სადაც იდეალები არ არის უსარგებლო სიტყვები, არამედ ცხოვრების გზა. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ეს არ არის სწრაფი პროცესი.
მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება, რომელიც ვითარდება, რომელიც იძლევა იმედს. ნოდარ ნათაძის სახლი თბილისში ახლა არის მუზეუმი. იქ ინახება მისი წიგნები, მისი ხელნაწერები, მისი პირადი ნივთები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ეს ნივთები. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც ინახება ადამიანების გონებაში და გულებში, მისი იდეები, მისი გაკვეთილები, მისი მაგალითი. ეს არის ნამდვილი მემკვიდრეობა, რომელიც არ იშლება დროთა განმავლობაში, რომელიც არ ქრება თაობების ცვლილებასთან ერთად. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ცოცხლობს მანამ, სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სჯერათ იმავე იდეალებში, რომლებშიც სჯეროდა ნოდარ ნათაძეს. მაგრამ დარჩა ერთი კითხვა, რომელზეც არასოდეს არ იქნება ერთმნიშვნელოვანი პასუხი. იყო თუ არა ნოდარ ნათაძე წარმატებული? მან მიაღწია თუ არა იმას, რისთვისაც იბრძოდა? ზოგიერთი იტყვის დიახ, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი, რადგან ქვეყანა განვითარდა, რადგან ახალი თაობა იზრდება თავისუფლად. სხვები იტყვიან, არა, რადგან ის იდეალები, რომლებისთვისაც ის იბრძოდა, არ რეალიზდა სრულად, რადგან საზოგადოება კვლავ იტანჯება კორუფციით, უთანასწორობით, პოლიტიკური დაპირისპირებით. მაგრამ შესაძლოა სწორი პასუხი არის, ეს არის არასწორი კითხვა. რადგან ნოდარ ნათაძის წარმატება არ უნდა იზომებოდეს კონკრეტული შედეგებით, არამედ იმ პროცესით, რომელიც მან დაიწყო. ის დაიწყო პროცესი, რომელიც აგრძელებს განვითარებას, რომელიც აგრძელებს ზრდას, რომელიც აგრძელებს ცვლილებას. და ეს პროცესი არ დასრულდება მისი სიკვდილით, ის გაგრძელდება მანამ, სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სჯერათ იმავე იდეალებში. შესაძლოა ყველაზე დიდი საიდუმლო ნოდარ ნათაძის ცხოვრებისა არ არის ის, რაც მან გააკეთა, არამედ ის, რაც მან არ გააკეთა. ის არასოდეს არ ეძებდა ძალაუფლებას თავისთვის, ის არასოდეს არ ცდილობდა გამდიდრებას, ის არასოდეს არ აშენებდა კულტს საკუთარი პიროვნების გარშემო. ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც მჯეროდა, რომ სწორი იყო, ასწავლიდა, წერდა, ფიქრობდა, ებრძოდა. და ამ სიმარტივეში იყო მისი სიდიადე. ის არ იყო გმირი ეპიკური აზრით, ის არ იბრძოდა დრაკონებთან, არ იხსნიდა პრინცესებს, არ იპყრობდა ციხეებს. ის იყო გმირი ყოველდღიური აზრით, ის აკეთებდა სწორს ყოველდღე, ყოველ საათს, მიუხედავად ყველა სირთულისა, ყველა საფრთხისა, ყველა იმედგაცრუებისა. და ეს არის ის ტიპი გმირობისა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს სამყაროს. დღეს, როდესაც საქართველო აგრძელებს თავის გზას, როდესაც ახალი თაობა ეძებს თავის იდენტობას, თავის მიზანს, თავის მომავალს, ნოდარ ნათაძის მაგალითი რჩება აქტუალური. მისი გაკვეთილები, კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა, პრინციპების ერთგულება, გრძელვადიანი ხედვა, მორალური გამბედაობა, ეს ყველაფერი რჩება აუცილებელი დღესაც, როგორც იყო 30 წლის წინ. და თუ ახალი თაობა ისწავლის ამ გაკვეთილებს, თუ ისინი გაიგებენ და დააფასებენ იმას, რაც ნოდარ ნათაძემ გააკეთა, მაშინ მისი ცხოვრება არ იქნება უშედეგო. მაშინ მისი ბრძოლა არ იქნება დაკარგული. მაშინ მისი მემკვიდრეობა გაგრძელდება და გაძლიერდება. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ კიდევ ნოდარ ნათაძე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება ისტორიის კერპების შესახებ.